საღამო მშვიდობის, მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო, შენი სულიერი სივრცის ქალბატონებო და ახალო წევრებო, ვისაც შემთხვევით შეგხვდებათ ეს ვიდეო, დიდი ალბათობით აქ არის ინფორმაცია შენთვის კითხვებზე, რომლებზეც გაინტერესებს პასუხები. მანამდე კი ვნახოთ სიგნიფიკაცია. რომ მიხვდე გაშლა შენია თუ არა, გეკუთვნის თუ არა შენის გაშლა. გამოუვალი მდგომარეობა, მამაკაცის მხრიდან უმოქმედება, როგორი სიტუაცია გაქვთ, იცი? არიცით, ახალი ადამიანი შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ვერც ძველიდან გამოდიხართ, ვერც ახალს ხედავთ, თითქოს რაღაცა შეიძლება პატარა რაღაცა მინიშნება, ქმედებები რაღაცა ჩანდეს მამაკაცისგან, ვიღაცა ახალისგან, მაგრამ რაღაცეთი ნიშანდობლივი არა. და სრულ ქაოსში და გაუგებრობაში ხართ. მოდი ვნახოთ მაშინ, რას ამზადებს ბედის წერა. შენს ცხოვრებაში, შემოსასვლელად, ანუ სივრცეში, რაც ხდება შენთვის, აი ამ სიგნიფიკაციის მქონე ადამიანისთვის სივრცეში, რა მზადდება იმისთვის, რომ შემოიჭრას უკვე დედამიწაზე შენს ცხოვრებაში. რა მზადდება სივრცეში, ვნახოთ. სამართლიანობა სამყაროს მხრიდან. ჩემო ძვირფასო ადამიანო. კონკრეტულად ესა? გასაგებია. შენთვის მზადდება ოფიციალური ქორწინება. კი. მამაკაცთან, ვისთანაც გაჩერებული გაქვს მდგომარეობა, ურთიერთობა, იმ მამაკაცთან გელოდება ოფიციალური ქორწინება, რომელიც იქნება სამყაროს კანონზომიერებით სამართლიანი. უბრალოდ აქ როგორი რაღაცა შენ გელოდება სივრცე, გაძლევს ძალის ენერგიას, რომ აი ამ მდგომარეობიდან გამოხვიდე. აქ ჩვენ ახლა კარმულ ღრმა გარჩევას არ ვაკეთებთ, თორე აქ ჩვენ ჩავიდოდით და ვნახავდით. შენ აი ამ მენტალურ მდგომარეობაში, რის ტყვეობაში იმყოფები და რა გამყოფებს ამ ტყვეობაში, მაგრამ აქსა ჩვენი კითხვა და პასუხი გვეუბნება ტაროსი, რომ შენ გაძლევენ ძალის ენერგიას, მაღალი ვიბრაციებიდან, მაღალი ძალები, რომ გამოხვიდე ამ მერყეობის და ასე ვთქვათ, აი თამაშის სიტუაციიდან რა. მიდიხარ გზაზე, ოღონდ აი როგორ ახარ იცი, შენ კი არ ირჩევ, რომ რა გინდა, რაც მოვა იმას მივიღებ, მაგრამ აქ ამას გეუბნებია, რომ აქ შენ ეს ყველაფერი, რაც მოხდა და იყო შენს ცხოვრებაში, შიდა კონფლიქტებს იწვევს და აქ უნდა შენ, ასე ვთქვათ, გამოუშვა ის ემოციები, გაარკვიო, რისთვის მოხდა, რატომ მოხდა, რატომ იჩხუბე შეიძლება, რატომ მოხვდი აი ამ წრედში. შენ აი ამაზე უნდა დაფიქრდე და გამოიტანო ეს ემოციები, განთავისუფლდე და შემდეგ უკვე გიმზადებენ ამას. და ამიტომ გელოდება სამყარო არ იცის ახლა ეს როდის როგორ დაიწყოს შენთან მიმართებაში, გამომდინარე იქიდან, რომ შენ ჯერ კიდე მენტალური ბლოკებიდან და შიდა ტრამვების დამუშავების პროცესს გადიხარ. თუმცა აქ გეუბნებიან პირდაპირ ინფორმაციას გაძლევენ, რომ დაამუშავე ეს ყველაფერი და მერე რა იქნება. განულება. და კი ბატონო, მოსვლა ამ კაცის დაბრუნება, ვიზეც ნერვიულობთ. და ანუ სანამ ეს დაბრუნდა, შევსება აი აბსოლუტურად მე
რაზეც განერვიულებდეთ ეს ადამიანი, ეს ხდებოდა თქვენთვის, იმიტომ რომ მომხდარი იყო აქ ემოციების გარკვევა შინაგან მდგომარეობაში და ავტომატურად განთავისუფლება რაღაცას რომ ვარკვევთ, ვერ ყვევით. კითხვა დავსვით, პასუხი არ ვიცით, ხო? მის ხელში ამ პასუხის არ ცოდნის მდგომარეობა გაგდებს გაუგებარ სიტუაციაში, რაც იწვევს გაღიზიანებას და ასე შემდეგ. და როდესაც შენ აქ გამოიგნებ პასუხებს, ხო? შენ იმას გამოუშვებ, გაეცი კითხვას პასუხი და ამთავრ და იმაზე აღარ ფიქრობ, აღარ ნერვიულობ. ესეა ზუსტად აქაც. აქ უნდა განულდე შენ მთლიანად აი ამ ახალ ეტაპამდე სანამ შემოვა შენ ცხოვრებაში და ეს შეიძლება გაიწელოს ერთი თვე, როგორც ვამბობ ხოლმე და შეიძლება გაიწელოს ერთი წელი. გააჩნია შენ ამას როდის როგორ დაამუშავებ, ჩემო ძვირფასო ქალბატონო. და აქ არის ეგ მომენტი, რომ გამოდიხარ შენ მარტოობიდან და ასევე მტკივნეული სიტუაციიდან, მამაკაცმა შეიძლება რამე ისეთი გითხრა, რამაც დღედაღამის ღამე გიტევს განსაკუთრებით ძალიან გეფიქრება და ნერვიულობ, რომ არ იცი ეს რას იზავს რა, ხო და იზავს რამეს თუ არა და აქ გელოდება, კი, იზავს ნამდვილად, ოღონდ წარსული გაუში ჯერ. წარსული გაუში ეს ამ კაცს იმიტომ არ უშვებენ ჯერ შენთან ეს მაღალი ძალებისგან ხდება, ისე არაფერი არ ხდება და არც ამ შემთხვევაში იმიტომ არ უშვებენ ჯერ შენთან, რომ შემდეგ აიარო სულიერი ტრანსფორმაცია წარსულსა და აწმყოს შორის, გაუშვა წარსული და შემდეგ უკვე გაძლევენ მომავალს. კი, აი მომავალს და გაძლევენ მომავალს. კი. შენში ეს დამალული ემოციები, ხო რა ეს გაჩუმება, უინფორმაციობა, ყველაფერი მთავრდება ამ ყველაფრით, ჩემო კარგო და მანძილი გულის დედა რა ვქნა. აქ ისეთ ტანჯვაშია ხალი ღმერთო, უსაშინლეს მიჯაჭულობაში ხართ თქვენ, აქ თქვენ შეიძლება იდუმალი ქალის იმაშიც ხართ სტატუსში. აქ ეს ყველაფერი დარჩება უკან. შეიცვლება რადიკალურად სიტუაცია, ეს გულის ტკენა, დასრულდება ეს გულის ტკენა, ლოდინი მის დღემში და აქ არჩევანს გააკეთებს ეს ადამიანი. თავარი აქ თქვენ გასუფთავდეთ და გაიწმინდოთ სულიერად. რა ხდება იმ ბიჭის ცხოვრებაში ახლა? ვისაც ეს გოგო ფიქრობს და ვის ენერგიებშიც არის ახლა ამ წუთას? რა ხდება მაგ ბიჭის ცხოვრებაში? რა ხდება და ის ხდება, რომ ფიქრობს, რომ თქვენ ასე ვთქვათ, არ გინდათ იმ წარსულში დაბრუნება და თქვენი დარდები დატოვეთ ამ წარსულში. ამ კაცთან დაკავშირებით ეს წარსულად თulis თავის თავს და თქვენ წახვედით თქვენს გზაზე, თქვენს მომავალში, ეს ყველაფერი ესეთი ამდენი მტკივნეული მდგომარეობა, რაც ეს კაცი გაძლევდა, ეთყობა უთხარით ძალიან მატკინე, ამ საშინლად თქვენი ემოციები გაუზიარეთ და იცის რომ ძალიან გატკინათ, აი სასტიკად და შენ როგორ ცხოვრობ ახლა? ვებრძვიო ჩემს თავს, რომ ისა რა ქვია, მოიცა შენ ოჯახი გყავს? კი. ამას ოჯახი ყავს, ებრძვის თავის თავს, რომ ოჯახში იყოს სიმშვიდე, მაგრამ აი სასტიკად გულის ტკივა ამ სამკუთხედის გამო, ეს კაცი ცდილობს ამ ქალთან დამალოს ეს ყველაფერი, ეს ქალი
ძალიან ყვახეთ ესაუბრება, შემიძლია გითხრა ოჯახშიც არა აქ დიდად დალაგებული სიტუაცია, მაგრამ ცდილობს ეს კაცი თავის თავთან ბრძოლით, რომ ოჯახში ჰარმონია იყოს. მაგრამ იცის, რომ ეს ქალი ძალიან ძლიერია და რაღაცა აი გონების დონეზე მაგის ცოლი ეტყობა ძალიან ისეთია ბასრია და აქედან გამომდინარე აქ ამ კაცს ეზე გავლენა და რას აპირებს შენ საერთოდ ღმერთო ჩემო? აი მე რა არეულია ხალხო. ეს აზრზე არ არის რას აპირებს. ეს გაკვეთილებშია მაღალი ძალები მეუბნებიან გაკვეთილებშია ეხლა ამ გაუგებარი სიტუაციით ამ თქვენთან არაფერი თქვენზე არაფერი არ იცის და ხან ეჭვიანობს, ხან იმას ფიქრობს, ხან დარდობსო, ხან ამას ფიქრობს, ხან ეჭვიანობს და რა ვიცი, აი ესეთ ამბებშია რა. აი ეს არის გაკვეთილების სწავლების პროცესში. კარგი. გვაჩვენეთ ერთი ამ ქალს რა ევალება ამ სიტუაციაში. ამ ხალბატონს რა ევალება არსებულ სიტუაციაში, როგორ უნდა მოიქცეს? თქვენ თუ სადღაცა სამუშაო გელოდებათ სხვა ადგილას ან სხვაგან სამსახურში გადასვლის პერსპექტივა გაქვთ, გეუნებიან გადადით, აუცილებლად გადადით, იქ გელოდებათ სიმშვიდე, სულს დაიმშვიდებთ, ეს გადასვლა მოგიტან ძალიან დიდ სიმშვიდეს. კი, და დაგეხმარებათ აი ამ ფიქრებიდან, ამ კაცთან დაკავშირებით, რომელიც მაგის ოჯახს უკავშირდება და თქვენს თანაცხოვრებასაც შეიძლება იხსენებთ, ოცნებობთ და ასე შემდეგ, რომელიც არ ჩანს და ვერ გამოდიხართ. დაგეხმარებათ ძალიან შევსებაში. და შემდეგ მერე ჩნდება ეს ჩვენი ძვირფასი ადამიანი. გამოდის მერე უკვე კონტაქტზე, კომუნიკაციაზე და მერე უკვე დაიწყება დიდი ალბათობით თქვენი შერიგების პროცესიები. მანამდე ჯერ რაღაცა გზებია გადასალახი, გასავლელი. ჩემო სიხარულებო, მე კი გისურვებთ სიხარულს, ულევ ბედნიერებას და მზეს თქვენ სულში გახსოვდეს, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება, იმიტომ რომ ნებისმიერი მოცემულობა, სიტუაცია, რომელშიც შეიძლება იმყოფების შენ ახლა და გტკივა, არის მხოლოდ დროებითი გაკვეთილი, თუ კი შენ გადაწყვიტავ, რომ ამოხსნა ეს გაკვეთილი. აუცილებლად გამოხვალ მაგ გაკვეთილიდან და მერწმუნე შენს წინ სხვა რეალობა, სხვა სამყარო გადაიშლება, რომელიც შეიძლება არც კი გიფიქრია. გემშვიდობებით პოზიტიური, დადებითი ენერგიებით, გიტოვებთ არხზე სიყვარულს და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესო.